გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გამარჯობა მოგესალმოთ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებს სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს. ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას. არ მინდა ცუდი წინასწარმეტყველება გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება პატიმრების რიცხვი უახლოეს მომავალში გაიზარდოს. სასამართლომ არ ვიცი ვისი დავალებით, მე არ ვიცი. დააჩქარა ეს საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულების საქმეები. ვისი დავალებით გააკეთა, ეს არ ვიცით, ამას ვერ ვადასტურებთ. ისევ აპირებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაჭერას. აი ესაა დემოკრატია. ის კი აღარაა ეხლა ნაციონალების დროს ციხე გადავსებული და სუნთქვა რო აღარ შეიძლებოდა. ისი აღარაა. ახლა ცოტა ხნით იმიტომ უშვებენ გარეთ ამ პოლიტიკოსებს და პატიმრებს, რომ საკნები გაანიავონ. მერე ისევ აბრუნებენ უკან. ამას პატიმრობასაც ვერ დავარქმევთ, უფრო მივლინებასავით არის რაღაცნაირად აი ესე გამოდის. ესე იგი იმდენჯერ არიან პოლიტიკური ლიდერები უკვე დაჭერილები, რომ უკვე პირიქით ლაპარაკობენ, პირიქით. რამდენი წელი იყავი სვაბოდაზე? რავი, 2 წელი და 6 თვე დავამთავრე რა, დაზვანკა ვიყავი სვაბო. აი ესეთი ტრაგიკული მდგომარეობაა. მოკლედ ოცნება მთელი სასამართლო სისტემა და მოსამართლეები გადაიყვანა სმარტ რეჟიმში. საქმეებსაც ძირფესვიანად აღარ იხილავენ, ცრუმოწმეები ესე ალაგ-ალაგ უყვებიან ძირითად მომენტებს. ძირითადად არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. მართლა საოცრებებს ყვებიან მოწმე პოლიციელები. მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენება მოწმის. ნახოთ. პოლიციელის ჩვენებით 28 ნოემბერს აქციაზე გიორგი ვაშაძე იღიმებოდა და თუ ძალადობა არ მოსწონდა, რატომ იღიმებოდა? მოწმე ამბობს ამას. თუ ძალადობა არ მოსწონდა, რატომ იღიმებოდა? ხო? და თუ იღიმებოდა, რატომ ქონდა ქათქათა კბილები? და თუ ქათქათა კბილები ქონდა, რატომ ქონდა კბილებში ჩიჩიაო? და თუ ჩიჩია ქონდა, ესე იგი ჩიჩიას ყიდვის ფული ქონდაო. და თუ ჩიჩიის ყიდვის ფული ქონდა, ესე იგი უცხოური ფულით ფინანსდებოდაო. ხედავთ, სად დამძიმდა საქმე? სად დამძიმდა საქმე? ავიდა უკვე 8-9 წლამდე როკი. ავიდა. ჩემი აზრით შეიძლება უფრო მხატვრული ფორმაც მივცეთ მოწმეთა ჩვენებას. მაგალითად, გიორგი ვაშაძის ბაგეებს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. და თავში 1000 ფანტაზიები და სულელური ცელქობები უტრიალებდა. ესეთი ჩვენებაც კაი. ისე როგორ უცნაური მიდგომა, ანუ გაღიმება კი არ იკრძალება ძალადობის დროს, რომ გაგეღიმოთ, მაშინ ხართ დამნაშავე. ეხლა თუ ძალადობა რა გაცინებს მართლა, ხო? მაგაზე კი უნდა ჩაჯდეთ ციხეში. ეხლა მაგალითად, ხო? ტალახაძემ თავისი ტორი რო ურტყა დეპუტატს ეგ არაა დანაშაული. აი ტალახაძის ამ ძალადობაზე რომ გაგეცინა, აი მაშინ ხარ ციხეში ამოსალყო. აი მაშინ. ისე თუ არ მოსწონდა, რატომ იღიმებოდაო? ამის გამო თუ ვაშაძეს იჭერთ, მაგ ლოგიკით ნახევარი საქართველოს დასაჭერია, იმიტომ რომ 2012 წელს ბიძინას ანეკდოტი არავის მოეწონა, მაგრამ კი იცინოდით ხალხი, გადაბჟირდით, რა ვიცი. სხვათა შორის ის ხალხი, რომელიც მაშინ ძალით იცინოდა, დღეს ოპოზიციაშია და გვარწმუნებს, რომ არ იცოდე ბიძინა ივანიშვილს, რომ პროდასავლური კურსი და იუმორი არ ქონდა. ამას გვარწმუნებენ ყოველდღიურად ეთერებში. გადავდივართ ერთ-ერთ ცენტრალურ თემაზე. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ჰამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ყაველაშვილი რა ვიცი, ისეთი დამწუხრებული სახით იდგა. აი ისეთი, რომ აი მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად მიხეილ ალ-შაჰ-ინ ყავლალედინი რომ გამოეცხადებინათ,
არ გამიკვირდებოდა. აი ისეთი სახით იდგა, რომ აი ცოტაც და აი იტირებდა. მერე თურმე გარეთ იდგა გადაჭრილ წყლიან პლასმასის ბოთლიანთან სიგარეტს ეწეოდა ის ხიც. ანაშვიდებზე გარეთ რო კიდია ხოლმე წყლიანი ბოთლი პლასმასის გადაჭრილი იქ ეწეოდა და სასაცილო ისტორიებს იხსენებდნენ ხამენეიზე. ისი გულისთვის ხოცავდა ხალხს ქუჩაში და რა კარგი იუმორი ჰქონდა იმ ცხონებულსო, აი მეც ამბობ. ხომ გონიათ რომ მიხეილ ყაველაშვილმა თავი ამ ვიზიტით გაგვაოცა. მაგრამ არა ძვირფასო მეგობრებო, ნახოთ სად წავიდა ირანიდან. ყაველაშვილი ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაეროს დიალოგზე სიტყვით გამოვიდა სხვათა შორის და მისი გამოსვლა მოკლედ რომ შევაჯამოთ ასეთი შინაარსის იყო მართლა სრულიად განსხვავებულმა ინტელექტმა გვითხრა რომ თუ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლეს ბუნებრივ ინტელექტს ეს იქნება ჩვენი იდენტობისთვის სახიფათო. რა ვიცი ეს იგივე ახლა მე რომ სიტყვით გამოვიდე მსოფლიო სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო ფორუმზე და ვისაუბრო როგორ უქმნის საფრთხეს სამეჯლისო ცეკვები ხალხურ ცეკვებს. გახსოვთ ალბათ ჩემი ქორეოგრაფიული მონაცემები და ანუ მიხვდებით რომ იმ ფორუმზე საერთოდ არ უნდა მახსენოს არავინ. მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს ხოლო ქართული ოცნება ავითარებს სკროლვის დეპარტამენტს. ნახოთ რა შედეგები გვაქვს მიმდინარე კვირაში. კალაძის შეურაცხყოფისა და უსამართლო უცენზურო გამონათქვამებისთვის თელავისა და გურჯაანის სასამართლოებმა 2 მოქალაქე დააჯარიმეს. კალაძის შეურაცხყოფისთვის ხალხს რომ აჯარიმებენ, მაგ დროს მიწა რატომ არ უსკდება კალაძის ფეხქვეშ, აი ეგ არ ვიცი. ქართულ პოლიტიკაში შეურაცხყოფის დამფუძნებელია პირდაპირ კახი კალაძე. მთაწმინდიდან გამოექანეთ, სიგრძეს გეყოფათ და სიგანეთს, რას გავხართ, უტიფარო და რა ვიცი კიდე რამდენი. ერთადერთი პანჩური არ ამოურტყავს ჟურნალისტ გოგოსთვის, თორე სხვა ყველაფერი აქვს ნაკადრები კახი კალაძეს. კალაძე რადგან ვახსენე, არ შემიძლია არ შევეხო დედაქალაქში წვიმის შემდეგ ქუჩების დატბორვის თემას. ესე იგი, თბილისში ხალხს წვიმის მოსვლის ეშინია. მართლა ესეა, იტბორება მთელი ქალაქი. წვიმა რო იწყებს მოსვლას, ხალხი სახლიდან არ გამოდის, რადგან არ იციან რომელი დინება საით წაიღებს. დიდი დიღმის დინება დანის თუ საბურთალოს დინებები. მე მაგალითად ახლა იმ დღეს მშვენივრად დავზოგე ბენზინი. ისნიდა რომ გამოვედი და რომ დამცხო წყლის ნაკადმა, მშვენივრად ჩამომიყვანა დიღმამდე. თან მოქცევაც დაემთხვა და 15 წუთში ვიყავი სახლში. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ თბილისის მერია თითო ავტობუსზე მძღოლის გვერდით თითო მოსეს დაამატებს წვიმის დროს რომ გაყოს წყალი შუაზე და გაიაროს ავტობუსმა, თორე აშკარად ზღვაში სიარულზე არაა ეს ავტობუსები გათვლილი. კახი. საშინელი მდგომარეობა იყო თითქმის თბილისის ყველა უბანში, წვიმდა ავლაბრის მეტროში, აეროპორტში, დაიტბორა ყველა ქუჩა. სამწუხაროდ კალაძე ვერ გავიდა ქუჩებში სანახავად, რომ თავისი თვალით ენახა ეს ყველაფერი, რადგან ვერსაჩეს საწვიმარს ელოდებოდა და არ ჩამოვიდა თავის დროზე გამოწერილი ქონდა. ეხლა პრადას ბოტები კი ქონდა, მაგრამ ისეთი წვიმა იყო, რომ საწვიმრის გარეშე ვერ გახვიდოდნენ. ეხლა ვერსაჩის საწვიმრის გარეშე რანაირად შეიძლება გახვიდე. ეხლა რაღაცა ისეთი ფინანსურ საწვიმარს ხო არ ჩაიცვამს და ადამიანი. და გამოვიდეს, ხო, ეხლა რას იტყვის ხალხი. მოკლედ ისეთი წვიმა იყო, რომ თბილისის ქუჩებში ბასლაინები ნავლაინებად გადაკეთდა. ბასლაინები გადაკეთდა ნავლაინებით, ანუ ნავი ლაინ. ნავლაინ, აი როგორი ხუმრობა იყო, ხედავთ? აი მაგარი თბილისის აეროპორტის სახურავის სანიაღვრე სისტემის და ამ ხუმრობის ხარისხი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. კალაძე რო ოპოზიციაში იყოს, დიდი სიამოვნებით იტყოდა აი ამ ხუმრობას, აი მართლა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნახოთ რა კომენტარი გააკეთა დატბორილ ქუჩებზე თბილისის მერმა. სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. შემიძლია გაჩვენოთ რა ხდება დედაქალაქებში უხინალექის დროს. აი ძალიან საინტერესო იქნება, აი მე მაინტერესებს. მე ვფიქრობ, კახიმ რუბრიკა უნდა გააკეთოს TikTok-ზე ხო წერს ხოლმე რაღაცა ვიდეოებს და ამინდის პროგნოზი კახისთან ერთად. ესე გავაკეთოთ. და დაიწყებს. დღეს ბარსელონაში მოსალოდნელია უხინალექი. შესაბამისად დაიტბორება საგრადა ფამილიას და პიკასოს მუზეუმების მიმდებარე ტერიტორიათან ესე აჩვენებს. ნახოთ რა ამინდია ვენეციაში, რომლის ქუჩები ისედაც წყლით არის დაფარული და დატბორილი.
მგონი კარგი იქნება კახი. თან ახალ ლუკებსაც გამოაჩენ, ყოველდღე ახალი ლუკი, ამერიაში ვერ ამჟღავნებ ბოლომდე შენს პოტენციალს. მართალია აეროპორტში და მეტროში წვიმს, სანიაღვრეებს ვერ ვაკეთებთ სამაგიეროდ, თავრობა გვპირდება რომ ანაკლის სპორტს სხვა არავინ ჩვენ სახელმწიფო ავაშენებთო. ჯერ ხაზარაძეს წაართვეს, მერე ჩინელებს მისცეს და იმათაც არაშენებინები და ახლა ჩვენ ავაშენებთო. ანუ ფაქტიურად გვითხრეს რომ ანაკლის სპორტი არ აშენდებაო. მიშას და ამათ შორის განსხვავება ისაა რომ მიშა აშენებდა და ერთ შენობას 1-5 ხსნიდა. და ესენი არ აშენებენ და იმას ხსნიან რამდენჯერმე, ხვდებით? რომელი ერთი ჩამოვთვალო, მეტრო გაგვიხსნეს თბილისში და რუსთავამდე რამდენჯერმე. ტრამვაი დიდი დიღომში, დილუბებთან დიღომამდე ეგეც ხო გაგვიხსნეს. საბურთალოს იპოდრომის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენჯერმე გვაჩუქეს მოსახლეობას. და ისე უკან წაიღეს და ეხლა პარკი უნდა გაგვიკეთო, მაგრამ არ გაგვიკეთეს. მაგრამ ხო გაგვიხსნეს, რაც თავარია. მაკეტები ნანახი, მაგრამ ყველა მაკეტი არის იდეალური მართლა, ულამაზესი. ესე იგი ანაკლის სპორტში არ იქნება არც ჩინეთის ინტერესი და არც ამერიკის ინტერესი. სპორტს ააშენებს სახელმწიფო და შესაბამისად საოცრებად იქნება რუსეთის ინტერესი. აი ასე კოხტად დაალაგდა ეს 14 წლიანი გადაუჭრელი პრობლემა, რისთვისაც დიდი მადლობა ტრიუკების ოსტატს და სახალხო არტისტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რუსეთი ვახსენე და მინდა შევეხო იქ არსებულ მდგომარეობას. დიდი ამბებია რუსეთში. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო უკრაინამ, რომ პუტინი უკვე მზად არის ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის. რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში შეხვედრაზეც მზად არიან, უბრალოდ პუტინი ფიზიკურად ვერ ჩადის, რადგან ბენზინი არ აქვს. და იმ ხელა რიგში ახლა კიდე არ ჩავდგებიო, მე ესეთ განუცხადებია. ალბათ თქვენც ნახეთ კილომეტრიანი რიგები ბენზინ გასამართ სადგურებთან. 3 დღეშივე კიევი უნდა ავიღოთო და ახლა 3 დღე რიგში იდგანან, რომ 20 ლიტრი ბენზინი აიღონ რამენაირად. ესეთ მდგომარეობაში არიან. სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, ერთ გამოცანას გეტყვით. კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი ოლიგარქი. მას სახლში ჰყავდა გარეული ცხოველების რამდენიმე სახეობა. ვინ არის ეს ოლიგარქი? მოდი დაგასწრებთ პასუხს. მე რამე უხერხულ სიტუაციაში ვარ აღმოჩნდეთ. ეს არის სომეხი ოლიგარქი წარუკიანი. პირველად თქვენს ალბათ სხვა ვერსია მოგივიდათ თავში. ხო, მოდი ახლა ნახოთ რა დაემართა ამ სომეხ ოლიგარქს. სომხეთში პრორუსი ოლიგარქი წარუკიანი დააკავეს. მის რეზიდენციაში მყოფი ლომები და ვეფხვები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს. ახლა თქვენც იგივე გაგეფიქრათ, ხო, ეს ცხოველებზე თან მოდი ახლა ვნახოთ როგორ გააშუქა ეს ფაქტი ტელეკომპანია იმედმა. სომხეთის პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერი გარიგ წარუკიანი დააპატიმრა. იმედი არა და ამ ქარts რომ წერდით თქვენც იგივე გაიფიქრეთ ალბათ ხო რა უნდა დაგეწერათ. ასია შენი როა მაინც ცუდს ვერ ფიქრობ მასზე, ცუდს შენი როა. გული არ გიშვებს. ეს ლომები და ვეფხვები რათ უნდა და სახში არ ვიცი. ესე ზოგადად ამ ოლიგარქებს რაღაც ესეთი განდიდების მანიები სჭირთ, რომ აი რაღაცა გარეული ცხოველები უნდა ჰყავდეთ. ეხლა ლომი რო ჰყავდა ამას, ალბათ ფიქრობდა, რომ აი ლომი ცხოველთა მეფეა და ისიც რაღაც ესეთი სამყაროს მეფეა, ეს წარუკიანი და მაგით ჰყავდა ლომები და ვეფხვები. მაგრამ ამ ჩვენსაც ეხლა პინგვინები და ლემურები რო ჰყავს, ამით ნეტო რისი დამტკიცება უნდა საზოგადოებისთვის, მაგას ვერ ამოუხსენიე, რას გვანიშნებს ნეტა აი ამით. მინდა ერთი საინტერესო თემა გაგაცნოთ. უნგრეთში მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს წინა ხელისუფლების პროპაგანდისტული საზოგადოებრივ არხზე რეფორმა გაატარონ, არხი გამორთეს და ეკრანზე განათავსეს წარწერა. ნახოთ რა წერია ეკრანზე. საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდის გიხდით, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. აი ესეთი წარწერა არის გამოტანილი ტელეეკრანზე. ჩვენთან რო შეიცვლება ყველაფერი ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, დავხუროთ საზოგადოებრივ მაუწყებელი და უნდა გამოვიტანოთ ვასიკო მაღლაფერიძის სურათი და მივაწეროთ წარწერა. ბოდის გიხდით, რომ ამდენი ხანი გატყუებდით და აი ასეთი გაურკვეველი ფორმის ულვაშებისთვის. ახლა მოდი შევთანხმდეთ, რომ ვასიკოს ულვაშები მართლა არაფერში არ წერია
აი სულ რაღაცნაირად აი უცნაურია რა. ჩვენთან ბოდიში მგონი არ კმარა, მაგრამ ჩვენთან სანამ რეორგანიზაცია მოხდება, ცრემლები უნდა სდიოდეს ეკრანს ერთი თვე და მე უნდა დავიწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ვიცი რეფორმირება. მოდი რეგიონებსაც შევეხოთ, ნახოთ საინტერესო სიახლე კასპიდან, ძალიან კასპში ძალიან სულ ქუხს, კასპი ქუხს ვიფასო მეგობრებო. ნახოთ კასპის მერი გაკეთებული საქმეების გაშუქებას დრონით და ლინზებიანი ფოტოაპარატით იწყებს. და ამ ყველაფერში 10,000 ლარზე მეტი გადაიხადა. ამ ხელა დრონი, ამ ხელა ლინზით კამერა რასაჭიროა. კასპში რასაც აკეთებს ეს მთავრობა მაგას ფანრიანი ნოკიაც ეყოფა თავისუფლად. თუ რამე დაამატე, მე 1 გიგაბაიტიან ჩიპს შესვავ იქ ნოკიაში ჯდება იქ თავში გვერდულად და ეგ არის რა. აი ახლა მე ვფიქრობ, ხა დავფიქრდი ხო ამ ინფორმაციას. მე მგონი აი მივხვდი რაც გაქვთ ჩაფიქრებული. ამ კაცმა ხო შემუსრა კასპში გეიკერები. და გეიქორწინებები ხო აკვეთა კასპში. აღიკვეთა ხო და კიდევ თუ სადმე გეიკერა შემორჩა, მაგასაც დრონებით მარტივად აღმოაჩენენ. მართალია ყველა გეი იგოეთის ტყეშია გახიზნული. მაგრამ ჩუმჩუმად მაინც ჩამოდიანო ქალაქში ლამაზი კაცების შესაყვარებლად. აი ესეთი ამბები ტრიალეს ბოლო 2 კვირაში 15 საჯიშე ლამაზი კასპელი კაცია დაკარგული. ვერ პოულობს ხალხი, ვერ პოულობენ. და დრონებით იპოვის დარჩენილ კერებს და უკვე წერტილოვან დარტყმებს განახორციელებს. ამის შემდეგ კასპი იქნება მსოფლიოში პირველი გეი სტერილული ქალაქი. აირისი გაკეთება უნდა სინამდვილეში და ყოჩახმა გმირია. კასპის გმირია, დიახ. კი ბატონო. მონოლოგის ბოლოს მინდა ისევ საბოტაჟის თემას დაუბრუნდე და ძალიან დიდია შანსი მინდა გითხრათ რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი დაიჭირონ და შეაბრუნონ დიდი ხნით ციხეში. აი ახლა არის დრო რომ ყველა ოპოზიციონერი გაერთიანდეს და ერთ მუშტად შეიკრას. მაგრამ გაერთიანება ძალიან ჭირს, მე თუ გითხავთ, იმიტომ რომ ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. მოდი ახლა შევთანხმდეთ, რომ ყველა პარტიას თავისი ხედვა რიგ ფუნდამენტალურ საკითხებში, რთულია შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ რაღაცა წითელი ხაზები არსებობს პოლიტიკურ პარტიების გაერთიანების სტრატეგიებში. ზოგს ლიდერი უნდა, ზოგ პარტიას არ უნდა, ზოგს უნდა მშვიდობიანად გაისტუმროს ბიძი და ივანიშვილი. ზოგი საერთოდ მთავრობის თავისით ჩამოშლის მეთოდს ემხრობა. ერთი სიტყვით ყველას კი სვამენ ციხეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიები რეპუტაციულად დაზიანდნენ რაღაცა სულელური გაერთიანებით. დაიჭერენ ლიდერებს, არა უშავს, გამოვლენ 5 წელიწადში. საწავლენ რა და გააგრძელებენ ბრძოლას. არც სად არ გვეჩქარება ჩვენ. სამაგიეროდ პარტიები შეინარჩუნებენ ღირსებას. აი ეს აქვს მთავარი და ამიტომ ვერ დაგვამარცხებენ. სულ ოცნება კი იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ოპოზიციას ვერ დაამარცხებენ. ვერასოდეს, დიახ. მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია შევშოუს უმალე გააფორმეთ ბენდი. ხამურალეგეშვილის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. ვიფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პარლამენტის ყოფილი წევრი ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Space Design. Space Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. Space Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. მინდა შეგახსენოთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათის შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ტროლების ქარხანასთან არსებული პროპაგანდისტული საინფორმაციო გამოშვება ბოღმანიუსი. ნახოთ. დამ სუპი გვაქვს სუსავჭამთ მოგესალმებათ ეთერშია ბოღმანიუსი და მე მისი უსრელი წამყვანი ვასილიუს ბოღმიუსი გახლავართ
ვიწყებთ გადაცემას შოკის მომგვრელი ინფორმაციით. უნგრეთში რაც მადიარი მოვიდა, გებმა წალეკა მთელი ქალაქები. ხელისუფლებამ მოსახლეობას მისცა დავალება, რომ ყოველი 4 უნგრელი კაცისგან 3 უნდა გაგევდეს. ალბათ საქართველოშიც ამას გვიპირებენ, რასაც ვერ ღირსებით. მე სხვას ვერ გავაგებ, გეი, ჩემი თავი მეზარება. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, რომ 300 რჩეული გასათხოვარი ვაჟკაცი გაეგზავნა საკუთარ დედაქალაქებში. ადრე თუ ქართველ ბავშვებს გვტაცებდნენ და სტამბულში მიყავდათ, ახლა ევროკავშირში რომ შევიდეთ, ყოველთვე 300 რჩეულ გასათხოვარ კაცს გთხოვენ ხარკის სახით. გრძელდება ბაღბანიუსი, დღეიდან შემოვდივარ ინიციატივით, რომ ნებისმიერ წყევლას და გინებას, რომელიც ბატონი ბიძინას მისამართით იქნება მიმართული, მე შევიწერ, მე ერთი არ ამცდეს. ვერ მწარდები რა არის ეს მაინც არა? ვერ მწარდები, რამე ახალი გასამწარებელი მინდა, ვერ მწარდები, ჩვეულებრივად ვერ გამოვაცხადება, რამე ახალი გასამწარებელი მინდა. მომაფიქრებიეთ რამე. შეგათახსირებულო გეო შენ. ამოღწვა შენი. გაეთრი აქედან. ახლა კი ახალი ამბები ვამპირების ბუდიდან. სისხლის მსმელებს ნანუკა ჟორჟოლიანად წოდებული ახალი ლიდერი ეყოლება. კარგი ის არის, რომ ის სხვებთან შედარებით ნაკლებ სისხლს მოიხმარს, რადგან გასუქების ეშინია ქალბატონს, კალორიულ დიეტაზეა. მარტო სტრეპტოკოკებს ჭამს და სტაფილი კოკებით არ იკვებება. ეს ტრომბოციტი ხალი ეს. ნაციონალებმა მეღვინეობის მსგავსად დაიწყეს სისხლის ბოთლებში ჩამოსხვა. ყველი. გახსნეს სისხლის ქარხნები, ნაფარეულის მესისხლეობა, მანავის მწვანე, ნახევრად შალი სისხლი, მუკუზანის მესისხლეობა და თბილსისხლი. თქო სისხლგამშრალება უკვე დაფასოებულს ყიდიან ეს დამპლები, რათა ყელი ჩაიკოკლოზინონ. დაპირისპირება ნაციონალების ნანულა ჟორჟოლიანსა და გიშ თამარა ჩორგოლეიშვილის შორის. მათ ერთმანეთი დაჭამეს. სისხლის მსვლელ ომში ერთმანეთი უნდა დაღეჭოთ და განადგუროთ. მაგრამ იმიტომ არ გადაიზარდა ეს სისხლის მსვლელი ბრძოლა სისხლის ბრძოლაში, რომ სისხლი არც ერთ არ გაქვთ თქვენ დაამპლებო თქვენ. გრძელდება ბაღბანიუსი, მიმართავ პირდაპირ ეთერში ნანულა ჟორჟოლიანს. გამოიხედე და შემომხედე თვალებში. ნანულა ჟორჟოლიანო, თუ ოპოზიციონერი ხარ და ნაციონალი ქვია, ფეხი ზომა 41, რატომ გაქვს შეთვალთ მაგცოკალო შენ? აქ შემოვდივარ ინიციატივით, რომ ნაციონალებს დაურიგდეთ ეკლიანი პრეზერვატივები, რათა ვერ გამრავლდნენ და სექსის დროსაც დაიტანჯონ. გრძელდება ბაღბანიუსი, ახლა კი სიახლეები ქართული ოცნებიდან. დაიჭირეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, რომელსაც სუფრაზე შეეშალა და ბიზნეს ნაცვლად პირველი უფლის ადგილზე შესვა. ამ სულელმა ამან, ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც პენტენციური დაწესებულებიდან მივიღეთ. როგორც იცით, პატა ბურჭულაძე და სისხლის მსმელი ნაციონალები ამჟამად ერთ საკანში სხედან. ყოველ დილით კი ერთად ასე მღერიან: სისხლოვ ქართულო, არ შენი მსმელი, რეზუს დადებითი და თანაც წითელი, დანდალი, გადავკეტე საკანი. დამპლებო.
სენსაციური ინფორმაცია მოვიპოვე ბოლოსთვის ძვირფასო მეგობრებო. ევროპელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მამაკაცების გასაგებებელი აბები. აი მეგობრებო, მე ხელთ მიფყრია ეს აბები, აი ამით უნდათ რომ ქართველები გაგვაგეონ, ვერ ეგირსებით, ვერა ეს აბები ქართველ კაცზე არ იმოქმედებს. არა, მე ვაჟკაცი ვარ და ქართველი ვარ, ამან რა უნდა მიქნას? რა არის მიქნა რამე? რამე მიქნა? კაცი ვარ ისევ კაცური. ვაიმე ვინმე შემეხოს. ბიჭი შესაწახვედი მაკოს ერთი წუთი. არამც. მე ქართველი ვარ და მე ვერავინ გამაგებს. ვაიმე რა ხდება? ბიჭუნა. მარტო შემეხე მეტი არაფერი. ქართველებს რას გვიშვები? ქართველებია, ქართველი არ გაგებდება. არა. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და ასევე დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემა და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი მოსამართლეები ხვდებიან ბიძინა ივანიშვილს. აქვე შეგახსენებთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ი სტუდია, რომელსაც ვენდობი. ნახოთ მუსიკალურ ნომერი. და ჯერ ახარ შენ და მე კანონიო დავიჭერთ, გავუშვებთ და ისევ დავიჭერთ ყოველთვის იცოდე შენ მხარეს დავიჭერთ შენ ახარ ბრძენკაცი სოკრატე და პლატონიო ყველაფერი ისე ქენით როგორც დაგავალეთ ჯერ ხალხი დაიჭირეთ და მერე დაბრალეთ ქუჩაში არ დავინახო სადმე ოპოზიციონერიო არი დარდო შენ სიმედებს მალე გავამართლებთ თუ ბევრი საქმე გვექნება დრაივს დავამატებთ დღე და ღამე ვიმუშავებთ ოღონდ გავხდე მილიონერიო შენთან ერთად ლამაზ დიქტატურას დავაშენებ სულ რომ მამა ჩემი იყოს ციხეს დავაშენებ ფული მინდა არ მჭირდება არც ინდისი აღარც მორალიო ბადრი და მამუკა ცალცალკე ჩავსვათ ვაშაძეს რომ ვიჭერთ ჯერ არსა დართქვათ მიშას და მელიას წავომატოთ 9 წელიო გიჩელი ჯაფარა გარეთ არ დავრჩეს იაგო დატოვეთ ეგრასა მაქცევს ხდომაზე გაგოჭეთ გვარამია ვაკელიო სულ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც დაგვალებთ კანონშიც რომ არ ეწეროს მაინც დავაბრალებთ ზედმიწევნით ჩავიწერე ყველას გვარი ყველას სახელიო სრული ჩვენების საფუძველზე ყველა დავიჭიროთ დემოკრატიის გულისთვის ცოტა გავიჭიროთ ოღონდ ისე ამერიკას რომ არ კონდეს რამე სათქმელიო სოლომონის განს კრიზის სიმდიდრეს ლეგენდა დოქროს ლალს მოფრთხიალეს მე რჩემდია პოლიტიკოსი 9 წლიაზე რომ შემთხიალებს აი ეს მინდოდა მე დავიჭერთ სულ ყველას ტყუილად ნულელით ევროპის გაშველას არავის დაინდობს კეთილი ჭორბილელიო დავიჭერთ გაგიშვებთ და ისევ დაგიჭერთ იცოდეთ ჩვენ ხარეს თუ არ დაიჭერთ აქ მე ვარ თავარი კანონის ამართალიო ამიტომ ვერ მოგვერევიან. აი ეს მეთოდა მეთქვა რა, ბოდიში ერთი, ბოდიში.
ბრუნდებით რეკლამიდან ძვირფასო ტელემოყურებლებო და მინდა მივესალმოთ ჩემი გადაცემის ერთ-ერთი ესეთი კოლორიტული სტუმარი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. როდესაც შენ მოდიხარ ხათუნა, ძალიან მიყვარს. ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი, ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმები. მოახერხეთ ჩემს გადაცემაში. მოსვლა დიდი ხანი არ ყოფილხარ და რაღაცნაირად ის არის ხო? მოახერხებ, არ მოახერხებ, არანაირი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ხო. მაინც კვირაში 1-2 შენი გადაცემების ძველ ჩანაწერებში სადღაც ვარ ხოლმე. ხო, ეს YouTube-ი გასაგებია, მაგრამ ასევე ეს თქვენი არხის იმაში. ხო, ჩვენი არხი რო გავხსენთ, იქ არის შენი ისტორიები დაჭრილი და ხან ვინ მირეკავს, ხან გუშინ ნახე ტელევიზორში, გუშინ არ და 6 წელია არსად არც ერთ ტელევიზიაში არ ყოფილვარ. 6 წელია საერთოდ არ გამოჩენილი. მე ის მახარებს რომ თუ ჩნდები ის ვანო შოუში. ისე ვანო შოუში. ესეთია რაღაცნაირად ჩემთვის შეგიძლია ამითი იამაყო. საამაყოა. როგორ ხართ? ჯანმრთელობით როგორ ხართ? რა ვიცი, არ აგვიშავს, უძლებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და სანამ დავიწყებ, მინდა რომ აუცილებლად გამოუცხადო სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს, იმიტომ რომ თან ვფიქრობ ახლა ვზივართ აქ უნდა რაღაცები ვიმასხარაოთ და ამ დროს ის ხალხი ციხეშია და რატო ისი გულისთვის, იმიტომ რომ არაფერი, აი არც ვიცი რატო. ყველა სოლიდარობა დაწყებული თქვენი ონისედან. ღიმილის ბიჭები, რომელზეც გიჟდები, ისე მიყვარს ყველა სათაოდ, მზია ამაღლობას, რომელსაც არ ვიცნობ. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ ამ ქალით და რა თქმა უნდა, ლაკას, ანუ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა, გაძლება და ყველაფერი კარგი და სოლიდარობა მათ ყველას აბსოლუტურად. რადგან ესეთი გავლილი ძალიან საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება ქონდა, იმიტომ რომ აი პარლამენტის თემატიკით ხო არ დავიწყოთ. იმიტომ რომ საინტერესო რაღაცა პარლამენტის დეპუტატები ყავს, თუ არ გავიხსენებთ, მაგალითად თუ გავიხსენებთ წინაკვირის ესეთ ჩხუბს. ვანო, მინდა გითხრა გულწრფელად, რომ ეხლანდელი დეპუტატები, აი ესე დამოუკიდებლად პარლამენტის დარბაზიდან რომ ანახო, ნუ ძალიან ცოტას ვიცნობ. ხო. ამ ჩხუბის მერე 1-2 სახელი და გვარიც კი დავიმახსოვრე. მაგალითად ვის? მაგალითად გორდულაძე გავიგერო ყოფილა თან კომიტეტის თავმჯდომარე. ხო. იურიდიulis, ახამდე არ ვიცოდი რომ ადრე აპარატში მუშაობდა ერთ დროს. წინა ცხოვრებაში, ეხლა დეპუტატია, კომიტეტის თავმჯდომარეა და კარგი ნახტომები აქვს. საიდ ხო. ზემოდან. ხვებით არიან, ნუ ხა მოჭიდავეებზე და სპორტსმენებზე აღარაფერს ვამბობ. ხო. ეგ ხალხი მაგიტომ არის პარლამენტში და ყოველდღიურად უწევთ და ამტკიცონ, რომ შემთხვევით არ მოხვდნენ ამ სიაში და სხვა ვერაფრით ამტკიცე ძლივს მიეცათ. მე მგონი ყველაზე ბედნიერები იყვნენ, იმიტომ რომ აი დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც უზენაესი იტყვის, რა კაი ვქენი, რომ ეს ხალხი სიაში ჩავწერე. დიდი უზენაესი. ხო, იმიტომ რომ ნუ რაღაცა იმათმაც ქნეს. ხო. არამათ იყოს ის ჩემი გათენებული ღამე იმასე. ტალახაძეზე. ის ორი სომეხი რო იყო, ხან ერთი რო გამოვარდებოდა აწევდა წონას და ხან მეორე მთელი ღამე მაგას გულში მატკივრობდი. ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ეს დღე დამიდგებოდა. მაგრამ გაცილებით უფრო მეტი რეაქცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაქვს იმ მოჭიდავეზე. გენო პეტრიაშვილზე, იმიტომ რომ მისი ბიოგრაფია რო ვიცი, რომ დაიჭირეს რუსებმა ციხეში იჯდა, ტყვე იყო და გამოდის და ბოდიში მოუხადოთ რუსებს რო ეტყვის, აი არც ვიცი რა ქვია ამას, რა ეპითეტით უნდა მოიხსენიო მისი ეს საქციელი. ხო, კი. მაგრამ თვითონ ჩხუბის ეს ხარისხი როგორ იცი რა, ჩხუბით მე ვერ გამაგვირვებ. ხო. არ იყო ეხლა ეს ჩემი გადასახედიდან და ჩემი მეხსიერების გადასახედიდან ტოპ 5-შიც კი არ შევა. ტოპ 5 ჩხუბებში არ შევა. შეიძლება ტოპ 10-შიც კი. ხო. მე ჩხუბები მაქვს დანახი პარლამენტში. როგორები? და ცემატყებები. ნუ რა თქმა უნდა, კულმინაცია ერთი, რაც მახსოვს და იმას ვერაფერი შეედრება, ერთდროულად, ასე დიაგონალზე, ორ კუთხეში
ორი ჯგუფი მდიოდა სიმეტრიულად. აქეთ და იქით. აქეთ და იქით. ერთხარეს გია კობახიძეს ურტყავდა დავასახელო სახელები და გვარები? დაასახელე უკვე და. ნუ ახალი დავასახელე მეორესაც დავასახელე. ია, ესე იგი ირაკლის მამა. ხო, ურტყავდა გელა კვაჭანტირაძე. ხო. მაშინ სახალხო და EDP ცალ-ცალკე იყო და მეორე მხარეს ნოდარ ზაზაძე იყო ესეთი დეპუტატი, რომელიც ადრე ვახტანგ ჩეულიშვილის დაცვის თანამშრომელი იყო და ის ურტყავდა ავტოტრებუჩავას. ესე. ხო. კუთხეებში სიმეტრიულად. კარგი გემრიელი ორი ჯგუფი მიდიოდა ერთდროულად. ანუ ხა ეგეც ხო, ნუ მერე თუ მინდაც ქუთაისის პარლამენტი აიღეთ. თან ის ცოტა სხვანაირი წყობა ქონდა დარბაზს. აი ზემოდან დახტომა და ჩარტყმა იქ რო გამოდიოდა ის უნდა გენახა. ხო. ზიადაური რო გამოექანებოდა და 2x რო გადმოახტებოდა და დაარტყავდა ვინმეს, ნუ სხვა იყო. შენ საპროცედურო კომიტეტი იყო ხო შენ? საპროცედურო საკითხი და წესები. წესების კომიტეტი. ეს არის დეპუტატების წესებს ადგენს ხო, რომ ანუ მაგალითად უფლებამოსილების ცნობიდან დაწყებული მოხსნით დამთავრებული. დაგვიანებები და დისციპლინური საკითხებია ხო რეალურად. ხო, საინტერესო იყო, ხო. ხო და რა უნდა კითხო იცი მე მაქვს ესეთი კითხვა აი კომიტეტების ხო აკეთებენ რაღაცა ეს კომიტეტების რო აკეთებენ კომისიები ხო შემსწავლელი კომისიები ხო არის ესეთი საინტერესო რა ჩემთვის ყველაზე მე ვფიქრობ რომ მან ჩემი გითხრა რომელია ყველასა რომელი მილიონერების კომისიას ვეძახი მე ფასების შემსწავლელი ხო ანუ რას იკლებდნენ მილიონერები გვიკლებდნენ ადამიანები რომლებიც მაღაზიაში არ დადიან რომელიც ქუჩაში არ გადიან და ამ ჯიხურებში პროდუქტს არ ყიდულობენ, ისინი სწავლობენ ფასები როგორ დაწიონ. და აი ზუსტად ეგეთები ამოარჩეს. ახლა ხო შეიძლება ვიღაცები მოენახათ, ისეთი ვინც ასეთ 7 მილიონერი რო კომისიაში ყავს, ახლა იქ როგორ უნდა დაუკლო ფასი. ეს არის პირდაპირ არიქა ფასები მოუმატეთ. ადამიანი რომელსაც რაღაცა პროდუქტ შემოაქვს და ხედავს რომ მის ამ 1-2 შევხედე ბიზნესმენებთან შეხვედრას და ნუ ძალიან სასაცილო იყო. ხო. რომ ადამიანი რომელმაც არ იცის არაფრის ფასი ელაპარაკება და იქნება რამდენი შეგიძლია დააკლოთ ბიზნესმენს კვერცხზე რო ეუნება. აი მე მაგალითად იმ ბიზნესმენის ადგილას ვეტყოდი. აი თქვენ რამდენი გინდათ რო ღირდეს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ფასი არ იცის. რამდენის გადამხდელი. ხან რა ზუსტად კვერცხზე იყო განსაკუთრებულად საინტერესო ორი თეთრი რო დააკდა. დიახ. ახლა მოდი ერთი ამბავი მაინტერესებს, აი ესეთი ყველაზე სკანდალური როდის იყო ხათუნა გოგურიშვილი. იცით რა ისეთ რაღაცებს ვკითხულობდი და ვიგებდი ჩემზე ხო. რომ რამდენჯერმე წავიკითხავდი ხოლმე ხო ნამდვილად ვინმე სხვაზე ხო არ არის ლაპარაკი ნუ მაგალითად ის რომ ავეჯი რო ვიყიდე პარლამენტის რომელშიც მთლიანად გადავიხადე 900,000 ლარი ნუ გადაყვანილი დოლარებში აი ამ 900,000 ლარიდან 1 მილიონი ჯიბეს ჩავიდე. კაია კიდე? ნუ ეს იყო ერთ-ერთი. 900 და ის ავეჯი? ის ავეჯი რო ჩამოვიდა არაფერი. ხო. მეორე იყო მაგალითად რომ მე დავანგრიე ქართული ეკონომიკა, იცოდი? რანაირად? არ ვიყიდე ქუთაისის ფაბრიკის ავეჯი. და ჩამოიშალა ეკონომიკა. ჩამოიშალა ეკონომიკა, იმიტომ რომ იტალიური ძალიან მაღალი ხარისხის დღესაც ცოცხალია და დგას. არაფერი ემართება, ისეთი ავეჯი ვიყიდე. ეს რაღაცებს ხო ვიგებდი. ხო. ერთი 9-ჯერ ვარ გათხოვილი, ჩუმად. ჩუმად. ეს ჩუმად გათხოვება რატო იყო საჭირო, რატო ვის დაუმალავდი, არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოფილა შემთხვევა რომ მეძინა ერთხელ დეჩემ გავაფრთხილე რომ ხვალ სამსახურში არ მივდივარ არ გამაღვიძო თქო და ჩემმა ერთმა პადრუგამ დარეკა და გააღვიძე გინდა თუ არა და გამაღვიძე იფიქრე რომ რაღაცა ხდება. აუ რა იყო მეთქი რომ ვკითხე არაფერი, კაი, გააგრძელე ძილიო და ვიფიქრე ეს გიჟია, რაზე გამაღვიძე თუ უნდა გავაგრძელო და მეთქე მითხარი რა ხდება. არა, მითხეს რომ ეხლაო ეკლესიაში ჯვარს იწერო და უნდა შემემოწმებინაო.
ვიზე ვიწერდი ჯვარს ისიც უთხრეს. ხო, და უთხრეს, მაგას არ ვიტყვი და რას თავი უთხრეს, როგორ შენ არ წაგიყვანა მე ჯვარე და ის წაიყვანაო, ვიღაცო. ასე რომ ესეთებიც ყოფილა. მაგრამ ერთი ხა რაც გამახსენა და უნდა მოგიყვე, ახალ წელს 31 დეკემბერს თბილისში აღარ ვახსოვს რომელი წელი იყო, სადღაც 2000-იანებში თბილისში იყვნენ ჩამოსულები საახალწლო საღამოს მართავდნენ შერატონ მეტეხში ბრაზილიის რაღაცა ჯგუფი იყო, მოცეკვავები და მომღერლები. ხო. ძალიან კაი საღამო იყო, ძალიან კაი დრო გავატარეთ. და რომ დამთავრდა კონცერტი უკვე გამთენიისკენ, უცებ ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ეხლა ჩვენო მთელი ღამეა ვცეკვავთ და მღერითო და ეხლა ეგრე არ გამოვაო, თქვენც უნდა იცეკვოთ და იმღეროთო. და ბრაზილიელებმა და ეს ყველა მონაწილე სცენიდან გადმოხდა. ხო. და დაეტაკნენ ვიღაცებს და სტაცეს ხელი და წაიყვანეს საცეკვაოდ. ხო. ერთ-ერთი მეც მომვარდა. ხო, ერთ-ერთი. ამ ჯგუფის მოცეკვავეთაგანი. ხო. იყო აფროამერიკელი. ხო. და იმ ჯგუფში ასეთი მუქი ადამიანი არ იყო, ყველაზე მუქი ვინც იყო, ის დამეტაკა მაინდა-მაინც. ვცეკვავთ. ახალი წელია კარგ ხასიათზე ვარ, მიხარია რაღაცა და აი მე და ეს ადამიანი არ ვიცი სახელი და ვცეკვავთ. თუ მეტეხში და მის სიახლოვეს რამე ფოტოაპარატიანი იყო, მაშინ ჯერ ესე მობილურები რო იღებენ არ იყო და ყველა მოგვარდა და გვიღებს. ზოგი მარცხნიდან, ზოგი მარჯვნიდან, ზოგი ესე ზეთხედიდან აჭყაკუნებს რაღაცა და ამ ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ აიო რას ნიშნავს, რომ საქართველოსშიო შავკანიანებიო იშვიათობაო. მაგრამ მე მიღებ. ყველა მე მიღებსო. იმდენად იშვიათად უნახავთ, შეხედე, აი არავის სხვას არ უღებენ, ყველა მე მიღებს ფოტოსო და კი მეთქი უთხარ, ხო არ მეტყოდი რომ შენ ვის დაკარგვი ხარ. ხო. კი მე უთხარ შენ გიღებენ ნამდვილად, ხო. დამთავრდა ეს ცეკვა, წამოვედით სახლში და გამოვიდა მე, მაშინ გამოდიოდა ესეთი ჟურნალები. სარკე, თბილისელები და რაღაცები, გზა და ასე შემდეგ ყველგან. ხო. პირველ გვერდზე დიდი ასოებით. ვისთან გაატარა ახალი წლის ღამე ხათუნა გოგონიშვილმა? კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი. თუ არ გადაფურცლავდი ამ ჟურნალს და შიგნით იმ სტატიას არ წაიკითხავდი, ისე უკვე ვერ გაიგებდი. თავარი იყო რომ ღამე გავატარე. ღამეა. ღამე ქვია ამას. ღამე რო გაატარე. ასე რომ ასეთ რამეები ბევრი იყო და სხვა შორის ეხა დავისვენე. რატო? იმიტომ ჯერ დავბერდი. და აღარავის აინტერესებს ვისთან ვატარებ ღამეს. მეორე კიდე რომ მაინც აღარა ვარ აქტიური და თავი დამანებეს. კაი, ერთი კითხვა მაქვს კიდე. აი, ნუ თქვენ პერიოდშიც ძალიან ბევრი მიტინგი იმართებოდა. ნუ ჩვენ დროს იმართებოდა თუ იმართებოდა. ხო. ესეთები კი არა, ნუ ეხლა სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. არა, ხო, ეხლა თქვენი დროის მიტინგები რა არის? აი ხა მაგალითად, აი 3 თვეზე მეტი რომ რუსთაველზე იდგა რა ქვია, საკანები. საკანები. გადაკეტილი იყო პარლამენტში არ გიშვებდნენ რაღაცა. აი რა იყო ეხლა ეს? ხო, ბოლოს უკვე აღარ ავიდი, უბრალოდ საკნები იდგა. მარტო ცარიელი საკნები იდგა, იმიტომ საკანი ნომერი რაღაცა ეწერა, შიგნით შეხვდოდი არავინ არ იყო, მაგრამ იდგა და იდგა რა. ხო. მანანა. მანანა? მანანა არჩვაძე. მანანა არჩვაძის ეს უფრო წინა პერიოდში. მანანა არჩვაძის მიტინგების დროს ძირითადად რასაც ვაყურადებდი ხოლმე, იმიტომ რომ ესე იტყვა, მეგობრებო, ეხა ყველამ ერთად 100 ჯერ გავიმეოროთ შევარდნაძე მკვლელი. ხო. და ვინ ითვლი და არ ვიცი, 100-ია თუ 99. და ეს მონოტონურად რომ იმეორებდნენ და მე არა მეგობრებო, მკვლელი კი არა, გველი. კიდე თავიდან 100 ჯერ. და ეს იყო ყოველდღე. ყოველდღე კი იმართებოდა მახსოვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია უნდა მოგიყვე, ძალიან ჩემ ცხოვრებას პირდაპირ უკავშირდება.
მე ყოველ საღამოს ეს დამთავრდებოდა ხოლმე მკვლელის ძახილი და გველის და ყველაფრის მაშინ მე პარლამენტის აპარატის უფროსი ვიყავი და ანგარიშს წორება ასე ვთქვათ ნაღდით ხო მომიტინგეებისთვის ფულს უხდით ფულს უხდიდნენ ხო მაინდა-მაინც ჩემ ფანჯრების ქვემოთ ქონდა აი პირველ საშუალო სკოლას რო უყურებ იქ იყო ანუ გვერდზე მოფარებულს ესე ამოდიოდნენ და იქ ხდებოდა სიების მიხედვით ესე და ნუ ვინც იქ იდგა დღის მეორე ნახევარში 3 ლარი ვინც დილიდან საღამომდე 5 ლარი შეიძლება მეშლება ტარიფები ბოდიშკალბოთა მანნა და ვინც სიტყვითაც გამოდიოდა იმას 10 ლარი ფულის გადახდის ტარიფები ეგ იყო ანუ ვინც იდგა იმ მომენტში 3 ლარი ვინც ნახევარი დღე იდგა 3 ლარი მაგრამ თუ მთელი დღე იდგა ეს არ იყო 5 იყო ხო და რაც მთავარი იცი რა იყო რო ხო აუცილებლად ვიღაცები იწყებდნენ ჩხუბს ვიდექი დილი და საღამომდე რატო ვარ ნახევარდღიანების სიაში აი ეს იყო მუდმივ ჩემ პანჯარა ყოველ დღე ჩემი ფანჯრების ქვეშ მე გამოვედი თუ ის არ იყო სიტყვით გამოსვლა ის რა იყო ერთი რაღაცა იყვირე რაღაც ერთხელაც რა ძალიან გავბრაზ ფანჯარა ღია იყო რაღაცა და მივედი არც ვიცოდი რომ მანანაც იქ იყო და მივედი უთხრა ეხა გამოვიტან შლანგს და წყლით დაგშლით სულ ყველას თქო ზემოდან ვეძახი და უცებ ამოიხედა და მანანა აი იქ მივხვდი რომ სიკვდილის ბუზი დამაჯდა მაგრამ რაღა დროს იყო უკვე ნალანძღი მყავდნენ და მანანა ნუ იქ მე შესაბამისი ეპითეტები ჩემამკო რა თქმა უნდა და მითხრა რომ როცა იქნებოდა შევხვდებით ერთმანეთსო ხო ამ დღესო შენო წარეთ განანებო სადაც ხარ ხო გადამეყრები დღაც იქნება და გადამეყრებიო და ნუ მე მივხურე სასტრაფოდ კარები ფანჯარა და მოკლედ ამის მერე დამავიწყდა მანანა და ერთხელაც ალბათ 1-3 თვე ესენი ისე დგანან გველი მკვლელი ისე მყვირიან და მოვდივარ რუსთაველზე იმეილიდან მოვდივარ პარლამენტში და რო გადმოვედი უკვე პირველი საშუალო სკოლის წინ ხო და ვხედავ მანანა და ამალა მოდიან მანანა წინ მივხვდი რომ აი დადგა იგი დღე რუსთაველზე ვერ გადავირბენ ვერ მოვასწრებ და თან რუსთაველზე გადარბენა ეს არის რა პრობლემა ავიდე ზევით უკვე ვიქით ვეღარ გავიქცევი ვეღარ გამოვიქცევი და ისე დაკვირვებით დაუწყე ილიას და აკაკის ძეგლს დათვალიერება რომ აი პირველად ხედავ საერთოდ ეს გავცივდეს მივდივარ გვერდულად ეს უყურებ რომ იქნება და გავცდე ხო და აი რო გავუსწორდი ამათ და უცებ ვიღაცა მტაცა ხელი და შემომაბრუნა და აღმოჩნდი წრეში აი რა უნდა ქნავა ანუ აი შენ რა სიზავდი ერთი რამე იცოდე ხო აი რო ამბობენ რომ თელმა ჩემმა ცხოვრებამ ჩემ თვალწინ ჩაიდგინა წამებში ეს მართალია მართლა ეს გაგიაზრო ყველა აი ყველაფერი ბასავავშო ბაღი რაღაცა სკოლა ეს ყველაფერი და უცებ მესმის ესეთი ფრაზა ეხლა რა სიტყვი მანანა მე და ხმა შევიცვალე ერთადერთი რა მე უნდა ვთქვა რა მე ხა შენ ქალბატონო შენ და რა უნდა ვთქვა რა შეასაქმე ვინ გონი ხარ და დაიწყო ხო შესაბამისი ეპითეტებით მე ვთქვა ძალიან გთხოვთ მითხარით ვინ გონი ვართ მეთქი რა ვინ გონი ხარ და ხარ როგორი შენ გონი ხარ ეთქარი ეთყობა მართლა გავარ ამ ხათუნა გოგორიშოს თქო მე რამდენი ადამიანი მეუბნება თქო ხან ვინ მიმავსკავსებს ხან ვინ მიმავსკავსებს ეთყობა მართლა გავარ თქო და სიჩუმე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარ და
ესე მათვალიერებენ. და უცებ ერთ-ერთმა თქვა, არა ის გასიებულია. გაგიხარდა ხო? ეგრე არ გამხარები არასოდეს. მეორემ თქვა, იმასო გახსოვს როგორი ტაშტევით ხმა ქონდაო და ამასო ბოხი ხმა აქო. მივხვდი რომ აი უკვე კაი ბზარია, აქ რა გაჩენილია. არა მთავარია რა სიტყვის უზენა ეს იმანანა. და ესე მიყურებს ამათვალიერად ჩამათვალიერად შემხედა, გაიხედა, გამოიხედა და არა ეს არ არის სხვა არისო. ხო. ეგრე არ გამხარებია არაფერი ცხოვრებაში ალბათ იმის მერე. გადავრჩი, მივხვდი რომ გადავრჩი. და დაიძრნენ, ეს წრე გაიშალა და ისევ დადგა წინ მანანა და ესე უკან დაეწყნენ ესენი. გააგრძელონ უნდა და მე ნაგლი. და უკაცრავად არ მეტყვით ვინ არის ეს ხათუნა გოგონიში. არ ვეშვები. და ბოლოში რომ მისდევდა იქ ერთ-ერთმა ქალმა ესე მომიტა შვილო ისეთ ვინმეს მიგამსგავსე ჯვარი გწერია. ჯვარი გადამეწერა. გაგიხარდა ეგეც. ძალიან გამეხარდა. მივხვდი რომ თავი ქუჩი მაქვს, კარგით ხომ არ მეუბნები, ნუ მეუბნები, მოუბრუნდი, წამოვედი. აი პარლამენტის სასახლეამდე ძალიან ნელა მოვდედა. მერე მევირბინე. ეხა რომ რამე გადაუბრუნდეთ თავში და უკან რომ მოbrunდე, მერე სადმე ხა აი შევვარდი ენა გადმოგდებული და მოკლედ ესე გადავრჩი. ძალიან მაგარია. ეხლა თქვენ კითხულობთ ხათუნა საარჩევნო სამართალი. ხო, ნუ არა მარტო საარჩევნო სამართალი, მაგრამ მათ შორის საარჩევნო სამართალიც რამდენიმე საგანს ვკითხულობ. მაგრამ ეხლა მოიხსნება ეს საარჩევნო სამართალი, იმიტომ რომ არ არისო საჭირო 4 წლიანი სწავლა იურისტებისთვისო, გადავდივართ 3 წლიანზე. მაგრამ მაინც ერთი კითხვა მაქვს, ეხლა რადგან სტუდენტებთან გაქვთ შეხება, როგორ დაახასიათებთ ეხლანდელ სტუდენტებს, ანუ რამდენად გვანან ჩვენი დროის სტუდენტები? იცი რა, ნუ ჩემი დროის სტუდენტების ისტორიები მოყოლილი მაქვს და იცირებს ვაკეთებდი. პრიზი გაგაღებული მაგაში ხო, მაგრამ საქმე იმაშია რომ მაინც ძალიან განსხვავებულები არიან. სხვა თაობა, გადასცემ, გიждები ამ ბავშვებს. ხო. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ შეიძლება კონდეთ ჩვენ რო სტუდენტები ვიყავით იმ პერიოდის სტუდენტობასთან. მე მახსოვს სკოლაში დაწყებით კლასების მასწავლებელი რომ დავინახე პირველად რომ უკაცრავად ტუალეტში შევიდა დერეფანში. ხო. გავსკდი ტირილით. და მე ხა ლექტორებზე თვალსაჩინო არ ვიყავ, ვიცოდი რომ ტუალეტში დადიოდნენ, მაგრამ ნუ ისე ვიქცევთ ყოველთვის მათთან ერთად როგორც ახლა ჩემი სტუდენტები დგანან შესვენებაზე გამოვდივართ გარეთ ერთად. ვეწევით სიგარეტს და ანეკდოტებს ყვებით. ხო. ეგრე ახლა მე ჩემს ლექტორებთან არ ვეყავდი. სხვა შორის თავიდან რომ შემოდიან ხოლმე აქვთ ცდელობა რომ რაღაცა პოლიტიკური შეკითხვა დაგისვენ და ლექცია გაგაცდენინონ. რაზეც შეგიტყუონ. ჩვენ გვაქვს ერთი პრინციპი. ლექციაზე საკითხი გაინტერესებს რამე? გენაცვალოს ჩემი თავი, ოღონდ შესვენებაზე მობრძანეთ. ხო, ეს მოდიან. ისე სწორ პასუხებს ამბობენ თვითონ და იმდენად ხვდებიან რა ხდება და ოპოზიციის ნაწილზეც შენი გადაცემები, ესე მგონიებს ხოლმე ზოგჯერ ჩემი სტუდენტი ლაპარაკობს. რატო? აი, როდესაც ჩვენ ნიტყვი ხოლმე, რომ გაქვს ხოლმე ეს მონოლოგებში. კი, რომელი ოპოზიციაზე რომ რამეს ამბობ ხოლმე, ნუ დაახლოებით ესეთი დამოკიდებულება აქვთ, იმიტომ რომ მე ვამბობ ხოლმე ძირითადად უფრო აი რაღაცებზე ვხუმრობ, რომ მემორანდუმებს რო წერენ და საბჭოს რო შეიქმნება. საბჭო და მემორანდუმი გაფორმდა არშეგუების ფეხების ბაკუმის. ისე ველოდები, როდის იქნება რა გიხარ. ქართული ხალხის ხასიათი მაინც ჯერ ბოლომდე არ არის ახსნილი. აი, ხვალ რო გაიღუზებ, უცებ რა მოხდება არავინ იცის. კი. დაწყებული ვარდების რევოლუციიდან დამთავრებული 2012 წლით ვიცი, როდის იხუბლებდა ხალხი. ხო. და რა იყო ამისთვის საჭირო და რატომაც გონია რომ სულ მალე ესე იქნება საქართველოში
დამერწმუნეთ. კაია კაცო რა. მე კაია ესეთი ქვია ოპტიმიზმი. პესიმისტი არ ხარ და არა, არასოდეს არ ყოფილი ვარ პესიმისტი და არც ვიქნები. ხო, ნუ წლები კი გვემატება, მაგრამ ნუ ამასობაში კი დავბერდით, მაგრამ აიც. არა, მე შენ არა, მე. მეც ახლა რა, პატარა ხო აღარა ვარ, ხათუნა 20 წელი ამ გადაცემა 20 წელია მიყავს? ხდება სექტემბერში ხე იუბილე გვაქვს და რა ვიცი. დამპატიჟე. აუცილებლად მოხვალ. მობალ. კი. ისიც გეყოფა, რო ჩამოთვალე ვის აქვს ოქროს ვანოები, ყველა რო ჩამოთვალე ჩემს გარდა. შენ გონია დამავიწყდა? ეგ რანაირად გამომრჩა რომ არ ვიცი მე, ჩამოთვალ დაიწყე ლელა, მე ლიკლიკაძე, მე მშვილდაძე, ჭოლა და აი ყველა თქვი მე არა. აი ტაბუ აქვს დადებული ჩემ ხსენებას? როგორ არა ჩემი თვალ როგორ ხელებით მოგეცი ეს ოქროს. შენი ხელებით მომეცი, მაგრამ შენი ენით კბილებს დააჭირე ენას. აი რანაირად გამართლა ეს ძალიან დიდი შეცდომა გამეპარა ხათუნა და ამას აუცილებლად რაღაც ხალი ტრაბახობ მიდევს სახში ეს ოქროს ვანა და ყველა გავლა ვინც მოვა ნახეთ მე ოქროს ვანას პრობლემი ვარ. არ გამომაცხა. მინდა ჯანმრთელობა გისურვო ხათუნა. მადლობა, ეგ არის მთავარი. ეს არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში და მინდა ყველაფერი კარგი გისურვო, რა ვიცი. გაიხარებ, ანუ ძალიან მიყვარხარ და წარმატებები თქვენ გადაცემას, სპონსორები თქვენ გადაცემას, რაც მთავარია, ბენდის დაბრუნება და ყველაფერი კარგი. ძალიან დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი, დიდი მადლობა ხათუნა. დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში დარჩით არხზე. წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.